მეგობრებო, მოგესალმებით გარეშჩას უდაბნოდან. გარეშჩას ულამაზესი უდაბნოდან მოგესალმებით. სხვათა შორის ძალიან საინტერესო რომ ერთ-ერთმა ჩემმა გამომწერმა კომენტარი დამიწერა, რომ აიო მანდო მე ხა ისეთ რამე განსაკუთრებულ სილამაზეს ვერ ვხედავ და წადი ვაგერო კახეთისკენო ულამაზესი არისო აქეთ თიანეთი ახმეტისკენ რო გადმოვდივართ ეს ადგილები, იქით პანკისის ხეობა, იქით მოკლედ ეს არის ისეთი ადგილები, რომელიც უფრო ლამაზია. ეს რთული საკითხი არის ნამდვილად, ვერ შეეწინააღმდეგები ადამიანს, იმიტომ რომ ადამიანი სადაც გაიზრდება, სადაც გაიზარდა, სადაც ფეხი აიდგა, ის ადგილი გონია ეჩვენება ყველაზე ლამაზად. აი როგორც დედა ავიღოთ, ხო, აი დედა ხო ყველას ხო თავისი დედა გონია ყველაზე ლამაზია რა. ხო და რეალურად ახლა ეს არის სუბიექტური ამბავი. ხო და მე გამიჩნდა თქვენს მონამორჩილს ესეთი სურვილი, რომ არა მარტო გარეჯი, პირველ რიგში რა თქმა უნდა გარეჯი, ყოველთვის გარეჯით იწყება ჩემი ვიდეოები და მთავრდება, ან იწყება ან მთავრდება. გარეჯი იქნება რა თქმა უნდა მთავარი, თუმცა სხვა კუთხეების, როგორც ვაკეთებდი აქამდე, აი დავიწყე შარშან გასვლები სხვადასხვა ქალაქებში, კუთხეებში, ხო და ამას ისევ გავაგრძელებ. და გავაკეთებ მოკლედ ახალ არხს, სახელწოდებით გარეშჩას უდაბნო. გარეშჩას უდაბნო და გიდი. ანუ როგორც მოგეხსენებათ, გიდი ვარ უკვე 2015 წლიდან. გარეჯის გიდი ვარ, გარეშჩას უდაბნოს ლეგენდარული გიდი. ხო და ესეთი ახალი არხი გავაკეთე. YouTube არხი. და ესეთი გეგმები მაქვს, მოკლედ რომ სხვადასხვა რასაც, არ ვიცი, შემოგთავაზებ სხვადასხვა შინაარსის ვიდეოებს, იქნება ძირითადად იქნება ეს, რა თქმა უნდა, ჩემს სამშობლოს ეხება, თუნდაც დემოგრაფია იქნება, კულტურა იქნება, აბსოლუტურად ყველაფერი. პოლიტიკის გარდა ალბათ, იმიტომ რომ პოლიტიკა მაინც და მაინც არ მიზიდავს, არასოდეს არ მიყვარდა. და ვივლით სხვადასხვა კუთხეებში, სხვადასხვა ქალაქებში. არ ვიცი, მოვიხილავთ უდაბნოდან, ამ გარეშჩას უდაბნოდან, ვივლით, ვიმოგზაურებთ ყველა მიმართულებით, აბსოლუტურად ნებისმიერი მიმართულებით საქართველოს მასშტაბით და შეიძლება საქართველოსაც გავცდეთ. ესეც არ არის გამორიცხული. იმიტომ რომ მოგეხსენებათ როგორი მოყვარული ვარ მოგზაურობის, ასე რომ სხვა რაღაცებსაც შემოგთავაზებთ, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი და ჩემი მთავარი ამოცანა არის ის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევაყვარო გარეშჩას უდაბნო, თავისი სამთლიანად სხვადასხვა ნაწილებით, იმიტომ რომ გარეშჩას უდაბნო არის უზარმაზარი, მოიცავს ესე იგი 3 მუნიციპალიტეტს, გარდაბნის, საგარეჯოს და დედოფლისწყაროს. ხო და შესაბამისად არის ძალიან დიდი პოტენციალის მქონე. ხო და გარეშჩას უდაბნოთი დავიწყებთ და როგორც აღნიშნე, გავალთ გარეშჩას ფარგლებს გარეთ და შეიძლება თლიანად საზღვარგარეთაც გავიდეთ. დიდი იმედი მაქვს ამის. მოკლედ, არ ვიცი როგორც გამომივა, მე შევეცდები ახლა და რომ გითხრათ რაღაცა სწავლობ მეთქი კინემატოგრაფიაშია, არც რეჟისურა დამიმთავრებია, არც როგორც აღნიშნე ერთ ვიდეოში საერთოდ არანაირი ხარისხი არ მაქვს. რა ვქნა ესე გამოვიდა, მაგრამ ალბათ ამასაც თავისი პლუსი, იმიტომ რომ რაღაცა ნაკლებად ვგავარ სხვებს და არც ChatGPT-ს ვეკითხები, არასოდეს არ ვეკითხები ChatGPT-ს, რომ თქვა ახლა აი რა 2006 წელს რა ვიდეოები შეიძლება, რა შინაარსის კონტენტი შეიძლება იყოს საინტერესო, ან აი ჩემი ვიდეო, ასეთი ვიდეო გადავიღე და როგორ დავასათაურო და
ნუ მსგავს რაღაცებს საერთოდ ChatGPT არ მაქვს გადმოწერილი. რაღა დაგიმალოთ და ჩუმად გეტყვით და ChatGPT არ მაქვს გადმოწერილი და არც არასოდეს არ გადმოვწერ. მსგავსი რაღაცები არასდროს არ მაინტერესებდა. კი ბატონო, Google-ს ვიყენებ, იმიტომ რომ ხანდახან რაღაცა მაინტერესებს, რომ თქვათ არ ვიცი რომელიღაცა აი Ernest Hemingway თქვათ, როდის გარდაიცვალა, უცებ შეიძლება დამავიწყდეს ადამიანი ვარ და აი მსგავს შემთხვევებში ვიყენებ თქვენი მონამორჩილი, მოკლედ ამ Google-საც. არ მიყვარს, ჯობია რა ადამიანმა რომ რაღაცა ეს უფრო ტრადიციული, უფრო ძველებური რაღაცები უფრო მიზიდავს, არ ვიცი მე. ვისაც მოწონს, ახლა არავერავის ვერ დავაძალებ. არც განვიკითხავ, ვინც ChatGPT-ს იყენებს და მსგავს ესე იგი ხელოვნურ ინტელექტს, სულ არანაირი პრეტენზია არ მაქვს. უბრალოდ მე ვიძახი იმას, რომ თუ არ მოგეწონათ, ახლა არ მიყვარს შელამაზება ჩემი რაღაცა ეს ხელოვნურად შელამაზება ჩემი ვიდეოების, რაც არის ეგ არის მოკლედ. ხო, არც აი ფერების კორექცია რაღაცებს არ ჩალიშობ დიდად, იმიტომ რომ აი თუ ახლა რაღაცა მართლა არ მომეწონა, შეიძლება ცოტა შევცვალო, იმიტომ რომ არის ხოლმე რომ ვიდეოც რაღაცა ვერ გადმოსცემს იმ ფერს და მე დაუახლოვ უფრო რაღაცა. ხო. აქტიურობას რაც შეეხება, რა ვიცი, თუ გამოიწერთ არხს და რაც უფრო მეტი გამოიწერს, უფრო საინტერესო არის, რა თქმა უნდა, რაც უფრო ბევრი ადამიანისთვის აკეთებ, უფრო მეტი мотиваცია გაქვს. თუმცა მე მაინც გავაკეთებ, საერთოდ რო არავინ არ გამოიწეროს, მაინც გავაკეთებ, იმიტომ რომ ჩემთვისაც ვაკეთებ ამას, აი შეიძლება ითქვას, რომ მე მქონდეს მერე რაღაცა მომენტები შემონახული ჩემივე ცხოვრებიდან. და ვცდილობ, რომ საინტერესო იყოს, ანუ სხვებისთვისაც საინტერესო იყოს და ჩემთვისაც. ესეთი მოცემულობა არის, მოკლედ. ამინდი დღეს მაინც და მაინც არ არის რაღაცაზე მოღრუბლულია, ცოტა ისეთი ამინდია. მოკლედ ვიდეოს დასაწყებად და საერთოდ YouTube არხის დასაქოქად, მაგრამ ეგ არ არის მთავარი. როგორც ქართული ანდაზა იყო, ამბობს, ცუდი ამინდიო, კარგი გახდებაო, მაგრამ ცუდი კაცი კარგი აღარ გახდებაო. ასე რომ ამინდის ავკარგიანობას არ აუშვებს, თავარია ჩვენ არ ვიყოთ ცუდები. თორემ მართლაც ძნელი არის რა. აგერ უცებ გამახსენდა, ხშირად ვიხსენებ ხოლმე ამ ანდაზას აფორიზმს. ავსა კარგად ვერ ვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერ ვინ ნიშობსო. თავსა ახლად ვერ ვინ ნიშობს, ანუ ხელახლაშობასავით რთული არის ეს ამბავი. აი სახარებაშიც ხო არის ნიკოდიმოსსა და მაცხოვარ შორის როა ეს დიალოგი რომ მივა და რაღაცა ეტყვის მაცხოვარი ნათლისღებაზეა და გეუბნებიო, ვინცო ხელახლა არ იშვებაო. ხელახლა არ იშვებაო, მაცხოვარი ხო ამბობს ესეთ რაღაცას ვერ შევად სათასასუფეველშიო და როგორ შეიძლებაო, ესე იგიო, მუცელშიო შევიდეს ხელახლაო ეს ნიკოდიმოსი, მოკლედ გაოგნდება, რომ ეს ხო შეუძლებელიაო და შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელი არც ღვთისაგან. ცოტა შორს წავედით ახლა, ამდენი ნამდვილად არ იყო საჭირო, მაგრამ ამინდის მოვაყოლეთ, ხო, არა უშავს ამინდი, კაი ამინდები უფრო ბევრი არის გარეშეჩას უდაბნოში სხვათა შორის, ვიდრე ცუდი, ასე რომ ხანდახან კარგი ამინდი უფრო მსიამოვნებს, ცუდი ამინდი უფრო სასიამოვნოც კია, იმიტომ რომ მონატრებული ხარ, ცუდ ამინდს. ასე რომ არა უშავს, ძალიან ბევრ კარგ ამინდსაც გაჩვენებთ, ცუდ ამინდსაც, ყველაფერს გაჩვენებთ, რაც ხდება მოკლედ გარეშეჩას უდაბნოში და არა მარტო გარეშეჩას უდაბნოში.